ქართული ოცნება ქართული იდენტობის ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით სიძულვილის ენასთან ერთად სამართლებრივი რეაგირება უნდა გავრცელდეს იმ ქმედებებზეც, რომლებიც მათივე შეფასებით უცხოვრი გავლენით ეროვნული იდენტობის დაზიანებას ემსახურება. მანამდე კი შერეული ურთაბრძოლების მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნად ქართული ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა დასახელდა. ინიციატივის დეტალებს და ამ თემაზე პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებს მაგდა ბლუაშვილისგან გავიგებთ. მაგდა, გისმენთ. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი სიწმინდეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გავიგეთ, მართლ პარტიაში ამ საკითხზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ჯერჯერობით ქართულ ოცნებაში უშუალოდ კანონ პროექტთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ. თუმცა, ამავე კონტექსტში ირაკლი კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის დაუშვებელია სიწმინდეების შეურაცხყოფა და ის ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ როგორც საქართველოს იდენტობას, ასევე საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს და ეკლესიას, ესენი არიან გარედან თავს მოხვეული დავალების შემსრულებელი ადამიანები და როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე ამ ნაწილშიც გარე ძალების ჩარევას ხედავს. სწორედ ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა დღეს მედიასთან, რომ თუ კი საჭიროება მოითხოვს, კანონითაც დარეგულირდება ეს ყველაფერი. ბუნებრივია, დღეს ჩვენ დავსვით მთავარი კითხვები საკანონმდებლო ორგანოში, დავუსვით კითხვები დეპუტატებს, მათ შორის ხალხის ძალის წევრებს, ვკითხეთ მათ თუ კი იარსებებს ქართული ოცნების მსგავსი ტიპის ინიციატივა, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს აღნიშნულ წამოწყებას. მოვისმინეთ მაგალითად გურამ მაჭარაშვილის პოზიცია, ის ამბობს, რომ გუნდში მსჯელობა იქნება და ამის შემდგომ მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას, თუმცა ფაქტია, ხალხის ძალის წევრები ახლა მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ. ჩვენ ამ კანონპროექტზე, როგორც ჯერ არ გვიმსჯელია, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ის გაამპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად ესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას, საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას, მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია მსჯელობა. განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო მეტნაკლებად საქართველოში და განსაკუთრებით ბოლო წლებში დაცული. როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, ისეთ ღირებულებებს, როგორც არის წმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები, ეს რა თქმა უნდა დასჯადი უნდა იყოს, იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც პატივცემს რაღაც ღირებულებას და შენ თავს უფლებას აძლევ და გამოდიხარ საჯარო სივრცეში და აღარ ვიტყვი იმას და აღარ გავიმეორებ, როგორ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ ქართულ ღვინოს, ქართულ ეკლესიას, პატრიარქს და ასე შემდგომ. თქვენი აზრით ეს არ უნდა იყოს დასჯადი? არავის არ აქვს უფლება, რომ აბსოლუტურ უმრავლესობის პოზიციებს მიაყენოს შეურაცხყოფა. საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ გასული კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც სწორედ სიწმინდეების დაცვის მიზნით იქნა შექმნილი და ამ ჯგუფების შექმნას მოყვა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან და უნდა ვუთხრათ მაყურებელს, ბუნებრივია ისიც, რომ ხელისუფლების ოპონენტები ახლა ქართული ოცნების წამოწყებასაც აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მთავარი მიზანი სწორედ არის ძალადობრივად განსხვავებული აზრის ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში და ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ იმას, რომ მმართველმა პარტიამ ეს ყველაფერი უკვე კანონის სახით გააკეთოს. თუმცა აქვე ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ერთადერთი ვინც სიწმინდეებს შეურაცხყოფს ახლა ჩვენს ქვეყანაში, ეს სწორედ ქართული ოცნებაა. ისინი, ვინც გელაც ანგრევენ, საყდრის აფეთქებენ და გარეჯი საქართველოათი სპეკულირებენ, ისინი ვინც ადამიანებს თაყვანს ალეწავენ განსხვავებული აზრისთვის,
კლავენ, იმიტომ რომ ტელევიზიები წაართვან და კლავენ, იმიტომ რომ ისინი ოფიცრებს სამშობლოს ემსახურებოდნენ, მათ ამ თემაზე საუბრის უფლებაც კი არა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ფარისეულობა. რომელი ერთი ამორალური, არაქართული, არაქრისტიანული ნაბიჯი გავიხსენე ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამით დაიწყონ. მაგრამ საცისალიათ ამისთვის დაკავებულები არიან ჟურნალისტების ჩაგვით, განსხვავებული აზრის ჩაგვით, კრიტიკული აზრის ჩახშობით, საკუთარი თავით დაიწყონ და მე გადავიდნენ სხვაზე. გამოხატვის თავისუფლებას აქვს ორი მდგენელი, პირველი ეს არის სამართლებრივი, მეორე ეს არის პოლიტიკური. სამართლებრივად თეორიულად რა თქმა უნდა შეიძლება სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას შეიზღუდოს, თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი არის გააზრებული იქნეს რა რისკებთან არის დაკავშირებული, როგორც ქვეყნის მოსახლეობის კონსოლიდაციის, ასევე დასავლელი პარტნიორებთან კომუნიკაციასთან მიმართებაში. სად გადის ზღვარი სიწმინდეების დაცვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, როგორც ჩანს, ეს ზღვარი ჯერჯერობით ქართულმა ოცნებამ ვერ იპოვა, თუმცა ისინი მსჯელობენ, რომ შესაძლოა უკვე საშემოდგომო სესიიდან ვიხილოთ ახალი კანონ პროექტი, რომელიც სიწმინდეებს დაიცავს. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში თავად მთავრობის მეთაურის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გუნდში არ ყოფილა, თუმცა ფაქტია, მმართველი გუნდის წევრები არაფერს გამორიცხავენ.